200,000 გირაო არ დაკმაყოფილდა. გიორგი კანდელაკი პატიმრობაში რჩება. ერთადერთი ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება გახდა გიორგი კანდელაკის დაკავებისა და მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ფალსიფიცირებული სასმელების და უაქციზო სიგარეტის ბიზნესი. გოგიჩაიშვილისა და გიორგი კანდელაკის შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. რა მტკიცებულებები დევს კუსტარული საწარმო საქმეში. ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბერლინი. ოპოზიციის ვოიაჟები საზღვარგარეთ არჩევნების წინ. ძალიან დიდი ხარდაჭერა მიიღო ჩვენმა საერთო დაინტერესმა. ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციას ვაწვდით. უცხო ქვეყნების ბიუროკრატია თუ საქართველოს ამომრჩეველი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც და ბრიუსელშიც ვიზიტები ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, როგორმე ეს დესტაბილიზაციის გეგმა სცენარი განხორციელდეს. ვისთან არიან ანგარის ვალდებულები. პარალიზებული საფრანგეთი, მასობრივი გაფიცვა, მილიონიანი პროტესტი, გადამწვარი ქუჩები და პოლიციასთან შეტაკებები. მაკრონის დილემა. ემანუელ მაკრონმა სცადა შექმნილი სიტუაციიდან თავის დაღწევა და პერსონაჟები გამოცვალა, თუმცა ჩვენ არც სულელები ვართ და არც მხდალები. მეხუთე რესპუბლიკაში კვლავ ბარიკადებია აგებული. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 19 სექტემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამშვიდობისა. საღამშვიდობისა. 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საქართველოში. ორი მასშტაბური პროექტი. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰიანის თბილისში ვიზიტი დასრულებულია. საქართველოში ყოფნის რამდენიმე საათის განმავლობაში შეხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ასევე საგარეო და ეკონომიკის მინისტრებს. დღესვე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანია Eagle Hills Group შორის. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეიხმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საამიროები მზადაა კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ საქართველოში. თავის მხრივ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ არაერთი შეხვედრა იქნება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი თბილისში ბაქოდან დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისა და მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ კი ის უკვე გააცილეს სამშობლოში. რა მნიშვნელობა აქვს საამიროების სამეფოს პირველი პირის, მესამე პრეზიდენტის და აბუ-დაბის მმართველის ვიზიტს საქართველოში? მირიან გორგოძე გვიერთდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ იმ შეხვედრით, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, როგორც უკვე ტელემაყურებელს მივაწოდეთ ინფორმაცია, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ამ შეხვედრაზე და ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ბოლო წლებში კონტაქტები გაღრმავდა და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მყარი ხდება ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც თავის მხრივ სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ამავე დროს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ინვესტიცია, რომელსაც არაბული მხარე საქართველოში ახორციელებს, კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. თავის მხრივ 6 მილიარდიანი ინვესტიცია ახსენა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, რომელმაც ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ დააფინანსოს ქართველი სტუდენტების განათლება და სწავლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ამავე დროს დაეხმაროს ქართველ ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.
მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისთვის. ამიტომ გამოვხატავ მზაობას კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის. ვიზიტი და ის შეხვედრები, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმ მინისტრებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ გაფართოვებულ შეხვედრაზე, რომელიც თავის მხრივ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა Eagle Hills გრუპის დამფუძნებელ მოჰამედ ალაბართან ერთად, ასე ვთქვათ, გაცვალა ის ხელშეკრულება და შეთანხმება, რომელიც თავის მხრივ საქართველოში 6 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ისტორიული ვიზიტი შედგა საამიროების პრეზიდენტის ვიზიტით საქართველოში. შეხვედრისას შეეხო საუბარი არაერთი მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის, ისევე როგორც ინვესტიციების დამატებით მოზიდვა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე სტუმრობდა ემარის დამფუძნებელი, რომელიც არის ისტორიული ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის, 6.5 მილიარდი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელებულა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი სახის ინვესტიციის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან. ბოლო პერიოდში საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობები ვითარდება საკმაოდ მაღალი დინამიკით. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი ინტერესი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. დღევანდელი შეხვედრა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ გვემსჯელა, გვესაუბრა ჩვენს ურთიერთობებზე, იმ პოტენციალზე, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის და რა თქმა უნდა, მისი საუკეთესოდ გამოყენების შესაძლებლობებზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არაბული მხარის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო დღის პირველ ნახევარში, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ამის შემდეგ უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს და ზოგადად არაბულ დელეგაციას უმასპინძლა მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციაში გაფართოვებულ ფორმატში და ბუნებრივია ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით კონტაქტების და კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ თავის მხრივ ეს
ვიზიტი ადასტურებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ საქართველოსადმი გამოხატულ ინტერესს და ამავე დროს განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ზოგადად არაბულ კომპანიებს აქვთ საქართველოში ოპერირების ყველა შესაძლებლობა და პირობები და ასევე ხაზგასმით ითქვა ის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საინვესტიციო ხელშეკრულებებს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკურ აქტივობებს. თავის მხრივ შეიხმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკაზე და ითქვა ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მხრიდან, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო ინტერესები და ხედვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით. ჩვენ გვაქვს ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაც დინამიკა არის ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი. ჩვენს ქვეყანაში არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით და მათ აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას, იპოთეზის და ემარის კომპანიის მიერ და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. და რა თქმა უნდა, თქვენი ვიზიტი არ საფუძველს ჩაუყრის ჩვენ შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელშეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და დელეგაციის ვიზიტი უკვე დასრულებულია. სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად და ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგადად არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და არაბული მხარის დელეგაციის ვიზიტი, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და კონკრეტული შედეგები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა სოციალური ქსელის საშუალებით. ირაკლი კობახიძის სიტყვებით გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ყველა სტრატეგიული მიმართულებით და შეხვედრებისას განხილული იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ყველა შესაძლებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე დატვირთა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, რომელმაც თავის ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ შედგა ისტორიული ვიზიტი თბილისში და ამავე დროს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხების, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.
მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა საამიროების პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტის შესახებ. ჯუანშერ ბურჭულაძის შემდეგ მისი ოჯახის წევრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ახლო ნათესავი უაქციზო სიგარეტის წარმოებისთვის დააკავა 9 საათის წინ. საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრმა 2 წლის წინ დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც უაქციზო თამბაქოს ნაწარმის, კერძოდ კარელიას გამოშვებას ახორციელებდა. ჯერჯერობით უცნობი არის თუ არა დღევანდელი დაკავება დაკავშირებული გიორგი კანდელაკის გახმაურებულ საქმესთან, სადაც ასევე ფიგურირებს გორი, უაქციზო სიგარეტი და სახელწოდება კარელი. ამჯერად ამოღებულია 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 324,000 კოლოფი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრის გარდა დაკავებულებს შორის არიან მისი პირადი დაცვის წევრი და არალეგალური საწარმოს დირექტორი. ნანა გოგატაძე იმყოფება საგამოძიებო სამსახურში და პირდაპირ ეთერში მოგყვება კიდევ რა დეტალები ხდება ცნობილი უაქციზო სიგარეტების შავ ბიზნესის საქმეში. 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სარეალიზაციოდ გამზადებული უაქციზო სიგარეტი დანაშაულებრივი სქემა გაშიფრულია. ცოტა ხნის წინ გაიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრი და პირადი დაცვის წევრი. საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2023 წელს ჯერ დაარსა კომპანიები, შემდგომ კი გორში არალეგალური საწარმო მოაწყო. სწორედ აქ ხდებოდა გამოძიების ინფორმაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის წარმოება და შენახვა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 300,000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტი კარელია და ასევე ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვმ-ს კუთვნილი კომპანიების მიერ შემდგომი რეალიზების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება შენახვის ფაქტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ვმ-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება შენახვის ფაქტზე 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებული სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვა, დირექტორი მა და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარე არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2,166,341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323,851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია, სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისათვის აუცილებელი სხვა პროდუქტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის წარმოება შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-ვე მათგანს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის დაკავების საქმეზე, რომელიც უაქციზო სიგარეტის გამოშვების გამო აიყვანეს. აცხადებს, რომ უდანაშაულო აიხდიდა 100,000, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში მაინც დატოვა. მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და კიდევ 6 პირი ბადრაგმა დღეს ისევ გლდანის ციხეში დააბრუნა. ფალსიფიცირებული ვისკის და არყის ბიზნესი პლუს უაქციზო სიგარეტები. უნდა გაერკვეს სად ასახებდნენ გორის წარმოების ჩივას, რეგალის და სხვა ცნობილ ბრენდებს, ასევე დასადგენია იყო თუ არა ჯანმრთელობისთვის საზიანო ორთაშენის ფალსიფიცირებული ალკოჰოლი. რადევს პროკურატურის მასალებში. ქარხანა სრული
ტექნიკური აღჭურვილობით 75,000 ბოთლი ალკოჰოლი და 320,000 კოლოფი სიგარეტი. ასევე შავი ბიზნესით დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიმოწერები. ამ ეტაპზე დაკავებულია 7 პირი, არც ერთი მათგანი არ ცნობს თავს დამნაშავედ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილ კუსტარული საწარმოს საქმეში. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები 2022 წლიდან იღებდნენ ფინანსურ სარგებელს უკანონო საქმიანობით საუბარი ათეულობით მილიონ ლარზე, თუმცა დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს. მათ შორის არის გიორგი კანდელაკიც, რომელიც მხოლოდ დეპუტატ ბორის გოგიჩაიშვილთან ნაცნობობას აღიარებს, რადგან სწორედ მასთან მიმოწერა და ვიდეო მტკიცებულება დევს საქმეში. ყოფილი მოკრივე იმის დასურათ, რომ არ მიიმალებოდა პასპორტის ჩამორთმევაზეც თანახმა იყო, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ეს შუამდგომლობა და არც კანდელაკის წარსული სპორტული მიღწევები. ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოებაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბორის გოგიჩაიშვილის გარდა სხვა ბრალდებულებს საერთოდ არ იცნობს. კანდელაკი სწორედ გორის მოქმედი დეპუტატის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ადვოკატმა დღეს მოსამართლეს 100,000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მსაჯულმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და 7-ვე დაკავებულს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა. გიორგი სრულად უდანაშაულია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ირკვევა, რომ ერთადერთი მისი ჩვენება გახდა გიორგი კანდელაკის დაკავებისა და მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. რა თქმა უნდა, ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი. ბორის გოგიჩაიშვილი ეს მხრიდან თუნდაც SMS-ები თუ სურათები, რომელიც გადაგზავნილია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი რამეს უთანხმდება. პირიქით, ამას ჩვენ სამართლებრივად არა მარტო ახსნით, კიდევ ერთხელ ამბობ, დავადასტურებთ გიორგის ასე თქვა დისტანცირებას. დანაშაულს არ აღიარებენ ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც. გორის საკრებულოს დეპუტატის ბორის გოგიჩაიშვილის უფლებადამცველმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მოსამართლეს 50,000 ლარიანი გირაო შესთავაზა. 5, 20 და 30,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს სხვა უფლებადამცველებმაც, რომლებიც ახლა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასამართლებას აანონსებენ. ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს მათთან დაკავშირებით, სავსებით საკმარისი იყო სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფო ბრალდება. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის გიორგი კანდელაკისა და ბორის გოგიჩაიშვილის მიმოწერა, სადაც ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის დამზადების დეტალებს განიხილავენ. გამოძიება მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციასთან დაკავშირებითაც. დაცვის ხარი აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდების ხარის მიერ წარმოქმნილ მტკიცებულებებში არ იყო დადასტურებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული. ბორის გოგიჩაიშვილისა და გიორგი კანდელაკის შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულს, რომ ისინი ახორციელებდნენ უაქციზო ალკოჰოლური სასმელის წარმოებას. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ და უგზავნიდნენ წარმოების ამსახველი, როგორც ვიდეო ჩანაწერებს, ასევე რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე მითითებული იქნა კონკრეტულად რად დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმელების დამზადებას. რეალიზების ნაწილთან მიმართებაში გრძელდება გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან აღნიშნული აქციზური უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზება, თავისთავად მოხდება ბრალის დაზუსტება რეალიზების ნაწილში. არალეგალურ საწარმოში, სადაც გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები წლების განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებს კუსტარულად ამზადებდნენ, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულები, 75,000-ზე მეტი ბოთლი სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ჯერ ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს, შემდეგ იჯარით მიწის ნაკვეთი აიღეს და ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად დამზადება დაიწყეს. უფრო მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კი ბოთლებს ცნობილი უცხოური ბრენდების, გრეი გუსის, ბელუგას, ჩივას რეგალის, ბორკანის და ბელვედერის ეტიკეტებს აგრავდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-ვე დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციის კიდევ ერთი სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ამჯერად დაკავებულია 6 პირი, მათგან 1 ლატვიის, 2 კი თურქეთის. მოქალაქეა სამართალდამცავებმა ხელბორკილები დაადეს ერთ არასრულწლოვანსაც. დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი და სუბოტექსი ამოიღო. საქმეში დევს სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები. 22 წლის ლატვიის მოქალაქე სამართალდამცავებმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადამოწმების მიზნით გააჩერეს, ჩხრეკისას კი მას ჯიბეში აღმოუჩინეს 20 შეკვრა სუბოტექსი. გამოძიები დადგინდა, რომ ლატვიელი მამაკაცი სამალავებისკენ მიდიოდა, რათა ნარკოტიკები დაედო კლიენტებისთვის. ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდნენ თურქეთის მოქალაქეებიც, რომლებიც პოლიციამ ვაკეს საბურთალოს რაიონში აიყვანა. ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ ქართულ ციხეში მინიმუმ 20 წლის გატარება მოუწევთ. აბულის ქუჩა 22 წლის ლატვიის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცავებმა ხელბორკილები ქუჩაშივე დაადეს. საპოლიციო ღონისძიება დღისით ჩატარდა. კურიერისთვის დაკავების დეტალები ცნობილია. ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კუზმა ედგარსია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის მამაკაცი ქუჩაში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ის ფეხით გადაადგილდებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე გაჩხრიკეს და აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეში 20 შეკვრა სუბოტექსი ჰქონდა. კურიერის ინფორმაციით კუზნა ედგარსი ნარკოტიკის სამალავებში დადებას გეგმავდა, თუმცა ვერ მოასწრო. ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს სამართალდამცავებმა ვაკეს საბურთალოს ტერიტორიაზე. კურიერის ინფორმაციით დაკავებულია თურქეთის 2 მოქალაქე, 22 და 23 წლის მამაკაცები ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდნენ. თბილისის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ 4 პირი დააკავეს. დანაშაულისთვის მხილებულია არასრულწლოვანიც. ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ჩემი დაცვის ყოფი დაკავებული გახლავთ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვასა და გასაღების ხელშეწყობისთვის. მოცემული ეტაპისთვის იყენებს დუმილის უფლებას. გამოძიების ინფორმაციით საქმეში დევს კონკრეტული ნივთმტკიცებები, მათ შორის წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები. სახლების, ავტომობილების და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი. ალფა პვპ, გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი და სუბოტექსი უკვე სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. კლიენტისთვის დატოვებული ნარკოტიკია ამოღებული სამალავებიდანაც. ეს ადგილები დაკავებულებმა სამართალდამცავებს თავად უჩვენეს. თბილისის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლო თვეების განმავლობაში ათეულობით მოქალაქეა დაკავებული, როგორც საქართველოსი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად აქტიურად მუშაობთ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. 6 პირის საქმეზე გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვა და დიდი ოდენობით მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზეც მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბერლინი ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებში არიან გადანაწილებულნი. ნაწილი ისევ რევოლუციას აანონსებს, ნაწილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათანხმებს ადგილობრივ მერიასთან, ნაწილი კი საზღვარგარეთიდან ამომრჩევლის და დანარჩენი ოპოზიციის დამოწმვითაა დაკავებული. რა არის ოპოზიციური პარტიების უცხოეთში ვოიაჟების რეალური მიზეზი? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან არჩევნებამდე ზუსტად 2 კვირაა დარჩენილი და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რა არის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი უცხო ქვეყნების ბიუროკრატია თუ საქართველოს ამომრჩეველი. ურბანაკად დაყოფილ ოპოზიციას 2 სხვადასხვა გაცხადებული მიზანი აქვს, თუმცა ისინიც კი, ვინც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ფაქტობრივად არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას და არც კანდიდატები ყავთ დასახელებული რეგიონების დიდ ნაწილში. დაანონსებული რევოლუციის ავტორები და ბოიკოტში მყოფები კი ვაშინგტონში ჩადიან კონგრესმენ ჯო ვილსონთან, რომელიც ყოველ დღეს საქართველოს დასჯის ახალი ინიციატივებით გამოდის. ქართული ოცნებისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი უცხოურ დირექტივებზეა აწყობილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც და ბრიუსელშიც ვიზიტი ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაციის გეგმა
სცენარი განხორციელდეს. მართველი გუნდისთვის ოპოზიციონერი ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტებს კონკრეტული მიზანი აქვს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ უცხოეთში ვოიაშებით ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, ამ ფონზე კი საკუთარ მხარდამჭერებში რევოლუციური მუხტი გაზარდონ. ერთადერთ მიზანს ემსახურებიან, რომ როგორმე გარედან იქნება ისეთი კრიტიკა შემოვიდეს, რომელიც აღაფრთოვანებს აი ამ რევოლუციისათვის განწყობილი ოპოზიციონერების მხარდამჭერებს და გამოვლენ ქუჩაში და მოაწყობენ მეიდანს. მთლიანად აი ეს არის სცენარი. ისინი ვინც ღებულობენ მონაწილეობას, ისინი ჩადიან უცხოეთში, ანუ ნიშნავს რომ ლეგიტიმაციას იქიდან ელოდებიან და ისინი ვინც აანონსებენ ძალადობრივ აქციას და რევოლუციას, ისინი ჩადიან ასევე საჯაროდ უცხოეთში და იღებენ დირექტივებს იქიდან. ანუ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რევოლუციური სცენარები როგორ უნდა დაგეგმონ. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე უცხოეთში თითქმის ერთდროულად წასვლის გადაწყვეტილება როგორც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, ისე ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიიღეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პარტიის სპიკერი. შეხვედრები მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებთან უკვე გამართეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციას ვაშინგტონში. ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციას ვაწვდით ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს. შტატების პარალელურად ბრიუსელში ჩავიდა ლელო. ბელგიას და საქართველოს ძალიან ლიხნის ისტორია აქვს თანამშრომლობის, ფილის კონკრეტულად ბელგიურ დიდ კომპანიებთან. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, შევთანხმდით მერთან, რომ ეს სამსახურები ითანამშრომლებენ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო ჩვენმა საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ. სახელისუფლებო პარტიაში თვლიან, რომ 4 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვებით ოპონენტების მორიგი ლუსტრაცია მოხდა და გამოჩნდა, რომ ისინი ლეგიტიმაციის მიღებას არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ. არჩევნებანი დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ხედავთ რა ვის ხედავენ ისინი, როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ, არა ქართულ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვას. ამ ადამიანებს საქართველოსთან, ქართულ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანები იმართებიან გარედან, ყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენ დავდივართ ყოველდღიურად ხვდებით ხალხს, ვესაუბრებით, ისინი დადიან უცხოეთში, ხვდებიან თავიანთ პატრონებს, ალბათ იღებენ მითითებებს, როგორ უნდა იმოქმედონ და რა უნდა გაკეთონ. ეს არის სხვაობა. ეს არის სხვაობა, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ემსახურება ქართულ ხალხს, ელაპარაკება ქართულ ხალხს და აკეთებს ქართულ საქმეს, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ქართული ხალხი ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს და როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიუსაჯა და გამოუტანა შესაბამისი განაჩენი, იგივეს გააკეთებს თვითმმართველობის არჩევნებსაც. მართველი პარტია ოპოზიციას შეახსენებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში მათი ინტერესი საარჩევნო ველზე ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება უნდა იყოს და არა უცხოეთში გაწერილი გეგმის შესრულება. ოპოზიციის ნაწილი ამომრჩევლის ნაცვლად ბრიუსელსა და ვაშინგტონში მართავს შეხვედრებს, ნაწილი კი პოლიტიკურ ტაიმაუტს იღებს. 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის 2 გამხმოვანებელი ციხეში ერთ შეუფარდეს, მეორე კი ფაქტობრივად თავისი ნებიძის. ელენე ხოშტარი არც გირაოს იხდის და ადვოკატებსაც უარით ისტუმრებს იზოლატორიდან. ნაციონალების და ყოფილი ნაციონალების ქცევას ხელისუფლება თვით დაპატიმრებას უწოდებს, რადგან მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, რომ მოხვდნენ ციხეში, ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და თან თავიდან აიცილონ პასუხისგებლობა იმ პროცესებზე, რაც გარეთ მიდის. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ციხეს თავი შეაფარეს, რადგან არც ქუჩის პროტესტის რესურსი აქვს და არც პასუხისგებლობის აღების. შეუმდგარი პოლიტიკოსები ხედავენ, რომ არ აქვს ხარდაჭერა საზოგადოებაში და ერთადერთი მათი გზა არის სცენების დადგმა, პროვოკაციები და ეს თვით დაჭერები. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ელენე ხოშტარიამ თვით დაპატიმრების ტაქტიკა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამდე წინასწარ შეიმუშავა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დროას ლიდერმა ჯერ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ კი 4 ოქტომბრის შესაძლო ძალადობრივი აქციის შედეგებზე პასუხისმგებლობა
მმართველობა მიზან მიმართულად მოიხსნა. სპიკერს ამის დასტურად შეფარდებული გირაოს გადახდაზე ხოშტარიას უარი მოჰყავს და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავს ქმედებებსაც იხსენებს. მელიამ დაიწყო, როდესაც ასე ვთქვათ, ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია ევროპის დემოკრატიის ფონდი, მან გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს და კვლავ რადიკალიზმში ჩართვეს. დღესაც ახლა ხედავთ ამ სცენებს, ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ მლადობრივი აქციების მხრივ, ან შედეგებზე, რომელსაც ხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ. საპირისპირო სამტკიცებს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგი და ირწმუნება, რომ დროას ლიდერმა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობით ოპოზიციის მხარდამჭერებს სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი მისცა. სააკაშვილის პარტია იმასაც ამტკიცებს, რომ ხოშტარიას ციხეში დარჩენა 4 ოქტომბერს ცალკეული ოპოზიციური პარტიების გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს. რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო გამბედაობას იჩენს. ადამიანებს აიძულებენ, რომ არ იყოთ აქტიურები, არ იყოთ ოპოზიციურად განწყობილები და ხო არ დაგიჭერნენ. თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენ თავს და სინამდვილეში ეს ხალხი უბრალოდ იბრძვის. გირჩი კი დარწმუნებულია, რომ ხოშტარია 4 ოქტომბრის ქუჩის პროტესტიდან მხოლოდ იმის გამო დისტანცირდა, რომ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას არც გეგმა და არც სათქმელი აქვს საკუთარი მხარდამჭერებისთვის. დროას ლიდერის ქმედებაზე მკაფი ოპოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს ლელო. რაც შეეხება ქალბატონ ხოშტარიას და სხვებს, მე არ ვარ ანალიტიკოსი ან სოციოლოგი, რომ დავდგე და ვაფასო სხვა ოპოზიციური ძალები. 4-5-9-25-მა რაც უქნა საქართველოს მოსახლეობას, ხალხი თუ ამას მიხვდა. ჩემი აზრით, მათთვისვე უკეთესია, რომ ესენი ციხეში იჯდნენ ყველა, იმიტომ რომ ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება მათთვის ეს ადგილი, იმიტომ რომ მოტყუებულ ხალხს თვალს ვერ გაუსწორებენ. ოპონენტებს დღეს სახელმწიფო გუნდიდან შეახსენეს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დარჩენა სწორედ ის ოპოზიციონერი ლიდერები ირჩევენ, ვინც ბოლო პერიოდში რევოლუციურ პროცესს აანონსებდა. ეს ქართული ოცნებისთვის მორიგი დასტურია, რომ ცალკეული პარტიები საკუთარ გეგმას უკვე თავად ემიჩნებიან. საკნები არის ის ადგილი, სადაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისგებლობისაგან, რომელიც 4 ოქტომბერს დაანონსეს. რაღაც რევოლუცია უნდა მოხდეს და პატა ბურჭულაძე უნდა გახდეს ქვეყნის მეთაური და ლევან ხაბეიშვილი. ეს არის თავიდან ბოლომდე იმის მტკიცებულება, რომ მათ რესურსი არ აქვთ არც არჩევნებში, არც ქუჩაში და ამიტომ ურჩევნიათ როგორც ჩანს ციხეში იყვნენ, რომ პასუხისმგებლობა აერიდონ. ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ მედიის შეკითხვას გუშინ პრემიერ-მინისტრმა უპასუხა და მანაც აქცენტი თვით დაპატიმრებაზე გააკეთა. ზოგადად თვით დაზიანება არის პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ციხეში მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შემშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა ამ შემთხვევაში თვით დაზიანების, ეს არის თვით დაპატიმრება. არავის არ ქონდა განზრახული მისი დაპატიმრება, შეეფარდა გირაო, სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა მაინც და მაინც უნდა რომ ჩასდეს ციხეში. ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა, ნუ დემოკრატიაა და შეუძლიათ ეს ფორმაც გამოიყენონ. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო 2 დღის წინ შეუფარდა. დროას ლიდერმა კი თანხის გადახდაზე და სასჯელ აღსრულების დაწესებულების დატოვებაზე უარი თავად განაცხადა. მეხუთე რესპუბლიკაში კვლავ ბარიკადები აგებული, საფრანგეთი პარალიზებულია, პარიზის ცენტრი კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მასობრივი გაფიცვა, მილიონიანი პროტესტი, გადამწვარი ქუჩები და პოლიციასთან შეტაკებები. ასეთია მაკრონის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბოლო 2 წელიწადში უკვე მეხუთე პრემიერი ჰყავს, თუმცა ამით არც პოლიტიკური კრიზისია განმუხტული და არც ქუჩის პროტესტი. პროვოკავშირების ორგანიზებით მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის გასაპროტესტებლად სხვადასხვა მონაცემებით საფრანგეთში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მალევე დაიწყო ჟანდარმერიასთან შეტაკებებიც. სპეცრაზმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ თითქმის ყველა საშუალება გამოიყენა, მათ შორის ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყუები, ხმოვან-მანათობელი ყუბარები და წყლის ჭავლი. შეტაკებების დროს 191 დემონსტრანტი დააკავეს, დაშავდა 10 მოქალაქე, 7 პოლიციელი და 1 ჟურნალისტი. შეტაკებები პარიზის ქუჩებში დილიდან დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს. ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკით უკმაყოფილო მომიტინგეებმა ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებების ბლოკირება და სატრანსპორტო კვანძის პარალიზება სცადეს. ძალოვანებმა მიტინგების დასაშლელად ცრემლსადენი აირი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები, წყლის ჭავლი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. დაკავებულია ათობით მოქალაქე. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვას მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა. პარიზთან ერთად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებია ლიონში, ნანტში, მარსელში, მონპელიეში და ლილში. პროტესტის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვდნენ. ძალიან გაბრაზებულები ვართ. ჩემი გზავნილი ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ ისაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი ქუჩაში უნდა დაიწეროს და თუ ასე არ იქნება, ბატონ ლეკორნუს თავად მოუწევს ქუჩაში დარჩენა. ემანუელ მაკრონმა სცადა შექმნილი სიტუაციიდან თავის დაღწევა და პერსონაჟები გამოცვალა, თუმცა ჩვენ არც სულელები ვართ და არც მხდალები. ჩვენი ინტერესია პოლიტიკის შეწყვეტა, რომელიც მხოლოდ მდიდრების ინტერესებს ემსახურება. ქვეყანას არასდროს ყოლია ასეთი სუსტი პრემიერ-მინისტრი. მოთხოვნას უერთდება ქვეყანაში მოქმედი ყველა პროფკავშირი და წინამთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის გადახედვას ითხოვს. ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე უარის თქმა და საზოგადოების მდიდარი ფენისთვის გადასახადების მომატება. პროფკავშირებმა წამოწიეს მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც აშკარად შეუთავსებელია ბატონი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ ხაზთან. აქედან გამომდინარე, საკითხი გადაიქცა პოლიტიკურ პრობლემად. თუ რა ტიპის მთავრობას აქვს უნარი ეს პრობლემები მოაგვაროს, აი ესაა მთავარი საკითხი. ფრანგული მედია წერს, რომ საპროტესტო ტალღის მიზეზი ქვეყნის მზარდი საგარეო ვალის გამო წინამთავრობის მიერ ქვეყნის ბიუჯეტის შემცირების იდეა გახდა, რომელიც ითვალისწინებდა მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების გაყინვას, პენსიების გადახედვას, სამედიცინო სერვისების გაძვირებას. ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე, ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და პრემიერ-მინისტრი გადააყენეს. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის ჰიტად ქცეული სიმღერა ჩემო თბილის ქალაქო ამჯერად დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საიმიჯო კლიპში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა მუსიკალური რგოლის ავტორი, რეჟისორი და რეპერი ზაზა ნოზაძეა, რომელმაც კლიპის როგორც ვიზუალურ, ასევე მუსიკალურ ნაწილზე თავად იზრუნა. ჰიპ-ჰოპისა და ქალაქური მუსიკის შერწყმა თბილისურ ტრადიციებთან სწორედ ასეთია კალაძის საიმიჯო კლიპი, რომლის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. შენი გულის ზღერა მესმის ნაწმინდაზე შენთან ერთად მაღლდები სულ მაღლა და მაღლა დედაქალაქო მიყვარხარ და სიყვარულზე უნდა გელაპარაკო. წინასაარჩევნო კამპანიის კულმინაცია და ახალი საიმიჯო კლიპი. ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ვიდეო რგოლისთვის ისევ გოგი ცაბაძის ლეგენდარული მუსიკა აირჩია. თბილისზე ყველაზე პოპულარული სიმღერის ახლებური ინტერპრეტაცია რეპერ ზაზა ნოზაძეს ეკუთვნის. შემსრულებელიც თავადაა. კლიპზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია თბილისური ისტორიები და ტრადიციები იყო. მე და კახი მეგობრობთ წლებია და პირველ რიგში დიდ წარმატებას უსურვებ მას, მის გუნდს და მე მჯერა, რომ საზოგადოებაც მიიღებს, ესე ვთქვათ, სწორ არჩევანს გააკეთებს 4 ოქტომბერს. ერთგვარი ჩემი ოცნება იყო და მართლა უდიდესი პატივი რა, ამაზე მუშაობა, ამ ნამუშევარზე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი სიცოცხლეელის, ესე ვთქვათ, ამ სიმღერს. პრეზენტაციის მასპინძელი დედაქალაქის მერი იყო. კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თბილისელებისგან ყოველდღიურად გრძნობს მხარდაჭერას, რაც მისთვის დამატებითი мотиваციაა. ძალიან ემოციურია. ცხადია, როდესაც სიმღერა არის ჩვენს ულამაზეს ქალაქზე, მით უმეტეს გოგი ცაბაძე, რომელიც განსაკუთრებით უმღეროდა ამ ქალაქს, განსაკუთრებული სიყვარულს გამოხატავდა. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაცაც ყოველ ნაბიჯზე ხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა, როდესაც ხვდები ქუჩაში ადამიანებს, გამოხატავენ მადლიერებას, გამოხატავენ თანადგომას, მხარდაჭერას. საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე მხარდამჭერებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის განვითარებისთვის არის დაგეგმილი. მართველი გუნდის მერობის კანდიდატის გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა ხედავს ქვეყანაც და რაც თავარია ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე და ვინ ფიქრობს ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, განწყობები, რომელიც არის ჩვენს დედაქალაქში, აჩვენებს, რომ
უალტერნატივო არის კახიკალაძის გამარჯვება და მას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახიკალაძის ხელმძღვანელობით შემდეგი 4 წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ამ ყველაფერში კახიკალაძის მინდა წარმატებები იუსურო მის გუნდთან ერთად. არ ვარღვევთ ტრადიციას, ტრადიციულად როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ, ეს არის ერთგვარი კულმინაცია საარჩევნო კამპანიის, ჩვენ საარჩევნო კლიპებს, მუსიკალურ კლიპს და ამ შემთხვევაშიც ეს ტრადიცია გრძელდება. მე მინდა გადავუხადო მადლობა ზაზან ოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი და რომელმაც შექმნა ძალიან თბილი გოლი, მუსიკალური ვიდეო რგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა და არის არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიკეთით სავსე ქალაქს და ჩვენს ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს შირდება მეტი სიკეთე ყველა თვალსაზრისით და დარწმუნებულია, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან ბევრი სიკეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. არჩევნებამდე 2 კვირა დარჩა. მმართველი გუნდი 4 ოქტომბრის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. 2025 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და საკრებულოს წევრი გიორგი მეშულდიშვილი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სპორტსმენი ონის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელია და აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. რაჭველ სპორტსმენს მორიგი საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და საკუთარმა მოსწავლეებმა მიულოცეს. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს, ამაზე მეტი ჯილდო ჩემთვის არ არის, როდესაც საკუთარ რაიონში შენი ხარი, შენი რაიონი გეხუტება, გეფერება, გაფასებს, ყველას უყვარხარ, ყველასთვის მაგალითი ხარ, ამისთვის ღირს ნამდვილად ყველანაირი ბრძოლა, ყველანაირი მოთმინება და მომავალ თაობას ჩემს გუნდელებს უსურვებდი ყველას, რომ გამოეცადა ეს გზნება და ეს შეგრძნება, რაც მე გავიარე. მიულოცავ გიორგის ამ დიდ წარმატებას და ახალი მწვერვალის დაპყრობას. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ოში სპორტული ცხოვრების განვითარებაში და როგორც გიო, როგორც სპორტსმენად, ასევე ადამიანობაში ჩვენთვის მისაბაძი პიროვნებაა და უდიდესი მადლობა მას, რომ უნელ სპორტსმენებს ესე უდგას გვერდში და ეხმარება. პროექტზე მუშაობა დაწყებულია სახელმწიფო პროექტის Starring Georgia ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესი იწყებს. თბილისის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი უკვე წლებია ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნების ინფრასტრუქტურა კი ამორტიზირებულია. ფილარმონიის კულტურული ძეგლის სტატუსის გათვალისწინებით მისი რეაბილიტაციისა შენობის ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება, დარბაზი კი სრულად გარემონტდება და ახალი ტექნიკით აღიჭურვება. რეაბილიტაციის პროექტში ასევე გათვალისწინებული იქნება შენობაში ხმის ჩამწერი სტუდიის, სცენის მხატვრობისთვის სახელოსნოს, ექსპერიმენტული სცენისა და ფილარმონიის მუზეუმის მოწყობაც. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, რომელიც თბილისის ფილარმონიის სახელით არის ცნობილი, 1971 წელს გაიხსნა. მის მშენებლობას კი საფუძველი 10 წლით ადრე 1961 წელს ჩაეყარა. არქიტექტორებმა მაშინ დროს გაუსწრეს 50 წლის წინ, როგორც წესი, მით უმეტეს საბჭოთა კავშირში არ შენდებოდა შუშის შენობები. ფილარმონია განახლებული და მოდერნიზებული ტექნიკით დაუბრუნდება დედაქალაქს. ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს კულტურული ცხოვრების ჰაბს წარმოადგენს, ახალი სიცოცხლისთვის ემზადება. შენობას არ აქვს რესურსი მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და არსებული გამოწვევების ფონზე თავისი ისტორიული ფუნქცია შეასრულოს. ამიტომაც Starring Georgia ფილარმონიის განახლებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ქვეშ არის, თუმცა ჩვენი Starring Georgia-ს გუნდის იდეა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ პირვანდელი სახე სრულად კონდეს შენარჩუნებული ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, რადგან ეს არის მეტი ვიდრე შენობა, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში ნამდვილად ასრულებდა საქართველოს კულტურული ცენტრის როლს. პროექტის ფარგლებში გარემონტდება შიდა სივრცე, შენობა უახლესი ტექნიკით, მაღალი ხარისხის ხმისა და განათების სისტემით აღიჭურვება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლოს.
გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი, საერთაშორისო, იმიტომ რომ გვინდოდა ყველაზე გამოცდილ კომპანიებს მიეღოთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ფილარმონიის რეაბილიტაცია განახლებაზე მუშაობა საპასუხისმგებლო პროექტია სტალინ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის. ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში ფილარმონიის ძველი და ახალი თანამშრომლების ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის მათ. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელია ფილარმონიაში მუშაობენ და ერთი დიდი ისტორიის ნაწილი არიან. ამ ისტორიის ნაწილი ახლა უკვე სტალინ ჯორჯია გახდა და ამ ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ერთად შევუდექით, წერს სტალინ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ფილარმონია დროის კადრები ასე ქვია კიდევ ერთ პროექტს, რომელსაც სტალინ ჯორჯია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად შენობაში შემორჩენილი აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება მიმდინარეობს. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სტალინ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არსებობს, რის მიხედვითაც ჩვენ ვართ გვარი მხარდამჭერები მთელი ამ პროცესის და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ფილარმონიაში დაცული მუსიკალური გამოცემებისა, ნოტების და სხვა მუსიკალური დოკუმენტების გაციფრებას. პროექტის მიზანია ფილარმონია იქცეს თანამედროვე ხელოვნების აქსელერატორად, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. პროექტი ხელს შეუწყობს არტისტებს თვით რეალიზაციასა და პროფესიულ ზრდაში, გაზრდის ქვეყანაში შემოქმედებით მრავალფეროვნებას და შექმნის პლატფორმას მასშტაბური ღონისძიებებისთვის. რამდენიმე ფუნქცია იქნება ამას, ის იქნება თქვათ, იქნება ექსპერიმენტული სცენა, იქნება სხვადასხვა სკოლა ინდუსტრიული საკითხებისთვის, ან ვისაც აინტერესებს ახალგაზრდებს, მუზეუმი, რაც მთავარია. ფილარმონიის განახლების პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ასეთი იყო დღევანდელი დღე 19 სექტემბერი და კურიერი 9 საათი. გარჩით რუსთავიერზე რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს რეზო ჭეჭინაძის ისტორია დეტალებში განაგზობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალს გვაქვს მუშაობას და ორ შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.